ხშირად გვეკითხებიან, როდის უნდა დაიწყოს წამლობა. აი წელს როგორღაც დადგა უჩვეულოდ თბილი ნოემბერი. ახლა ნოემბრის ბოლოა, ჩვენ ვართ ზღვის დონიდან სადღაც 1200 მეტრზე მანგლისში და არის სადღაც სექტემბრის ამინდი. მაგრამ უკვე დადგა დრო წამლობისათვის, გვიან საშემოდგომო წამლობისათვის. გვიან საშემოდგომო წამლობა იწყება მაშინ, როდესაც ფოთლების 80% მაინც უკვე დაცვენილია. აი ამ შემთხვევაში შეიძლება მისი წამლობა. წამლობისათვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ 3%-იანი ბორდოს ნარევი შემოდგომით. ან შეგვიძლია გამოვიყენოთ რკინის ძაღა 5%-იანი, შეიძლება 6%-იანიც. თუ შემოდგომით გავაკეთებთ 3%-იან ბორდოს, ადრე გაზაფხულზე შეგვიძლია გამოვიყენოთ 5%-იანი ან 6%-იანი რკინის ძაღა. რკინის ძაღა იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც ბორდოს ნარევი, გარდა ამისა, მას შეუძლია ხავსები და მღიერები თუ არის ძველ ხეზე, ამ დროს ისინი გაანადგუროს. აუცილებელი პირობა გარდა ამისა არის, რომ ხეზე თუ არის სადმე დარჩენილი ნაყოფი, აი თქვათ ეს არის ողნოში და ამაზე არის დარჩენილი ძველი ნაყოფები, რომლებიც ავადმყოფობის გამო, დაავადების გამო არ ჩამოცვიდა. აი ესენი მერე ხდებიან სოკოვან დაავადებათა ბუდე. აი აქ მუმიფიკაცია ხდება ამისი, მუმიფიკაცია, აქ არის სოკოსპორები და გაზაფხულზე პირობები, როდესაც მიეცემა, გასკდება და დაავადებს მთელ მცენარეს. ამისათვის ჯერ უნდა დაბერტყოთ მასში არსებული ძველი ნაყოფებისგან, უნდა გაანთავისუფლოთ ხე და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება წამლობა. გვიან საშემოდგომო წამლობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფოთოლცვენის დამთავრებისთანავე გავაკეთოთ დეზინფექცია 3%-იანი ბორდოს ნარევით და ამ დროს რა ხდება? კარგახანია ეს უკვე შეწამლული არ არის, დაახლოებით თვენახევარი. ამ ხნის განმავლობაში მისი ზედაპირი მთლიანად დაფარულია სოკოსპორებით, რომელიც გააქტიურებული არ არის, მაგრამ როდესაც ხდება ფოთოლცვენა, ფოთოლცვენის დროს მოგეხსენებათ, რომ აი დაცვენელი ფოთოლი აი ეს ჩამოვარდა და ეს ადგილი არის მოწყვლადი სოკოვან დაავადებათა მიმართ. აქ არის ფაქტიურად ღია ჭრილობა და როდესაც ფოთოლცვენა ახალი დამთავრებულია, წამლობის დროს ეს ყველაფერი იფარება ბორდოს ნარევით და ფაქტიურად ხდება დეზინფიცირება. გვიან საშემოდგომო წამლობა ეს არის პირველი და აუცილებელი წინაპირობა იმისათვის, რომ მომავლის შემოდგომისთვის მივიღოთ კარგი მოსავალი და კარგი ნაყოფები. აი ახლა უდევთ ჩვენ საფუძველს საშემოდგომო მოსავალს. აი გაზაფხულზე რო ზოგჯერ ნახავთ ალბათ, რომ უწამლი მცენარეები განსაკუთრებით ეს კარგად ეტყობა ატმებს და კიდე ზოგიერთ სხვა მცენარეებს დაჭმუჭნული აქვს ფოთლები. დაჭმუჭნული აქვს ფოთლები, იმიტომ რომ უკვე შემოდგომით იქ უკვე მოხდა ინფიცირება და როგორც კი კვირტი გაიშალა, აი აქედან ინფექცია პირდაპირ გადავიდა კვირტში და დაავადა ისინი. თვითონ კვირტშიც არის ინფექცია, თვითონ კვირტშიც არის სოკოვანი სპორები. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გვიან საშემოდგომო და ადრე საგაზაფხულო წამლობას.